მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია. მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდია. დღევანდელი გადაცემა ვფიქრობ გამორჩეული იქნება ჩვენი მაყურებლისათვის, იმიტომ რომ არც ისე ხშირად გვაქვს იმის ფუფუნებას და ზოგადად მოღვაწე გამოჩენილი ქართველი ექიმები და მეცნიერები გაგაცნოთ, ვინაიდან ისინი ვერ ჩამოდიან ან ძალიან ცოტა ხნით ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. დღეს ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და სტუდიაში მოვიწვიეთ ასეთი გამოჩენილი ექიმი, ქართველი მეცნიერი და ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი ამერიკაში, ეს გახლავთ ბატონი ზურაბ ნადარეიშვილი და დიდი პატივისცემით, სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისათვის. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, ჩემი დიდი პატივია ჩემთვის აკოფნა და რა ვიცი, სასიამოვნო საუბარი გვექნება. ნამდვილად ძალიან მიხარია ამას რომ გვეუბნებით, იმიტომ რომ პულსი არის ჯერჯერობით ერთადერთი სამედიცინო ტელევიზია, მას აქვს ასევე თავისი რადიოც და რა თქმა უნდა სოციალური ქსელიც, მაგრამ ამის მიუხედავად ხანდახან ჩვენს მაყურებელს უჭირს ხოლმე და ჩვენს მსმენელს მაინც იღრმეებში შესვლა ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამედიცინო მიდგომების, იმ დაბრკოლებების თუ ხარვეზების, რომელიც შეიძლება იყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის აწყობილი ქვეყანაში, რასაც ჩვენ მაინც ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ვუყურებთ. და ამიტომ დღეს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რამდენიმე კუთხით ჩავშალო ჩვენი წინასწარ ვიტყვი ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო საუბარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პირველ ნაწილში ჩვენი გადაცემის თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ გზაზე, კარიერულ გზაზე, რომელიც თქვენ გაიარეთ საქართველოდან კანადამდე, მერე უკვე ამერიკაში და დღეს აი ეს პარტნიორობების კუთხით გაქვთ ეს ურთიერთობები, ისევ დარწმუნებული ვარ ჩვენს კოლეგებთან საქართველოში. ვფიქრობ, ამით გარკვეულ მაგალითს მივცემთ ახალგაზრდა კოლეგებს და ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორობებს, რა მნიშვნელობა აქვს განათლების მიღებას ან გამოცდილების მიღებას უცხოეთში. მერე უკვე რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბრებთ ნევროლოგიაზე, ზოგადად ტვინის ჯანმრთელობაზე, ნეირომეცნიერებაზე, მაგრამ მოდით თუ არ შეგაწუხებთ ძალიან მოკლედ მაინც თქვენი კარიერული გზა რომ რა თქმა უნდა სიამოვნებით. მე 1997 წელს წავედი კანადაში, ტორონტოში, ტორონტოს უნივერსიტეტის სანიბრუკის ჰოსპიტალში, ინსულტის კვლევის ცენტრში, სამეცნიერო კლინიკურ სამუშაოზე. კანადის ერთი პლუსი ის იყო, რომ მაგათ ჰქონდათ საშუალება გამოცდების ჩაბარების გარეშე, რომ შეგიძლია თუ სამეცნიერო სამუშაოზე ხარ, კლინიკური სამუშაოც გააგრძელო და ამდენად მე მქონდა საშუალება, რომ არა მარტო სამეცნიერო სამუშაო მეკეთებინა იქ, არამედ კლინიკური სამუშაო და ჩემი ხელმძღვანელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, სამწუხაროდ გარდაიცვალა ჯონ ნორისი, ინსულტის კვლევის დარგში და მქონდა დიდი ბედნიერება რომ მასთან მემუშავა. პირველი 2 წელიწადი ვიმუშავე კანადაში, ტორონტოში, სანიბრუკის ჰოსპიტალში, როგორც გითხარით და ამის შემდეგ გადავწყვიტე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას დავარქმევდი. მაშინ ახლა არც მქონდა ფიქრად, რომ ამდენხანს თუ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა ამერიკული გამოცდილების მიღებაც და კანადიდან გავაგზავნე აპლიკაცია გრანტზე, სამეცნიერო გრანტზე, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში, როგორც NIH-ს უწოდებენ ამათ და ამ NIH სისტემაში არის 24 ინსტიტუტი, შიგნით ნევროლოგიის ინსტიტუტია ერთ-ერთი და ეს გრანტი მოვიგე, კონკურსი იყო, 120 კანდიდატი იყო და 12 დაგვაფინანსეს აქედან, ეს იყო 2 წლიანი დაფინანსება კვლევის ჩასატარებლად და იქაც ბედნიერება მქონდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერთან, ჯონ ჰოლენბეკთან მემუშავა, იქაც კლინიკური ექსპერიმენტული იყო, ორივე უფრო მეტი კლინიკური იყო პრინციპში და საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა კანადაშიც და ამერიკაშიც ეს სამეცნიერო მუშაობა კანადაში. ანუ თავიდანვე სამეცნიერო კლინიკური რეზიდენტურის სწავლამ არ მოგიწია. მე მინდოდა ხო სამეცნიერო, აი გამოცდილება დასავლური სამეცნიერო კლინიკურთან ერთად, იმიტომ რომ ხა მე არ წარმომიდგენია კლინიცისტისთვის კლინიკურის გარეშე მეცნიერების კეთება და როგორც გითხარით, ტორონტოშიც ძალიან პროდუქტიული გამოდგა, ნუ 5 ნაშრომი დაუბეჭდეთ სოფლიოს წამყვან
ჟურნალებში სულ ისე კარგად მახსენდება ხოლმე კანადაში ინსულტის კვლევის პრემია მივიღე ამ გამოქვეყნებულ ნაშრომში და მე ეს გრანტი მოვიპოვე, გადმოვედი უკვე ვაშინგტონის მიდამოებში ბეტესდა არის ესეთი ადგილი, სადაც უზარმაზარი ეს ინსტიტუტი არის და ამ ინსტიტუტში ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და იქ ნევროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდი და ესე იგი 4 წელი ვიმუშავე იქა და ნუ ძალიან საინტერესო როგორც ხდება თანდამთხვევაც უნდა მოხდეს რა ესეთი სადამ ხა ამათმა შეატყვეს რომ კლინიკური ინტერესი მაქვს და შენო არ გინდა კლინიკისტად მუშაობ კი როგორ არ მინდა მაგრამ ნუ მე ხა არ ვფიქრობ მეოთხე რეზიდენტურის გამოცდებზე და იმებზე და აქო შესაძლებელი არისო წამყვანი მეცნიერებისთვის რომ ლიცენზია მოგცეთ შენ ჩვენთან იმუშავებ იმორიგებებ ყველაფერი ნუ ამის გარეთ ვერ იმუშავებ ამ ინსტიტუტის გარეთ მაგრამ შიგნით შესაძლებელია შიგნით ლიცენზია მეცნიერულ საფუძველზე ნუ კი ბატონო დიდი სიამოვნებით გავაგზავნეთ ეგადა ნუ ხა სამწუხაროდ ბიუროკრატია კიდე თავის აშვება ნუ მობრუნდა ესა იქ ვიზა არ არის წესრიგში ნუ ვიზას ჩვენ გავაკეთებთ ინსტიტუტმა ვიზას დაგაკეთებას 1 წელი დაჭირდა გამიკეთეს მე მობრუნდა ეხა USML-ი უნდა ჩააბარო რომ ისაო რა ქვია კლინიკური ის კონდესო კი ბატონო ჩავაბარეს USML-ი 1 2 3 მე მოგვიანებით ჩავაბარე გავაგზავნე და შეიცვალა კანონი მოვიდა ახალი დირექტორი და თქვა რომ ამ ლიცენზიებს ესა რა ქვია ვაუქმებ თლიანად გარდა ლაბორატორიის დირექტორებისა და არ ვიყავ ლაბორატორიის დირექტორიდან დილემა დარჩა ან გამეგრძელებინა სამეცნიერო მუშაობა რაც ჰქონდა ადგილი იქა და ყველაფერი ეგრეთ წოდებული PhD-ს შესაბამისი კარიერით ან უნდა წავსულიყავი რეზიდენტურაში თავიდან და ნუ გადავწყვიტე ისო წასვლა ჩავაბარე ხო მაგითო გამიკვირდა დიახ ჩავაბარე აპლიკაცია და მივიღე ჯორჯტაუნის რეზიდენტურაში ადგილი ნევროლოგიაში გადასარევი ადგილი ჩემ ქალაქში ძალიან კარგი პროგრამა ყველანაირად და 4 წელი იყო ეს პროგრამა რა თქმა უნდა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში დიახ ჯორჯტაუნის ჰოსპიტალში და ის აფილირებულ ჰოსპიტალებში გავიარე რეზიდენტურა ანუ 1 წელი თერაპია 4 წელი ნევროლოგია ამის შემდეგ ისევ დაუბრუნდი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს იმიტომ რომ შემოიღეს ვასკულარული ნევროლოგიის ბორდი ის ნევროლოგიის გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნუ მაინც რახან ინსულტი მაინტერესებდა და ჩემი მეორე ვიწრო სპეციალობა იქნებოდა ეს 1 წლიანი ფელოუშიპი ისე ვიგავიარე ჩავაბარე ეს გამოცდა და ნუ აი ესეთი საკმაოდ ხანგრძლივი ხანდახან ჩემ რეზიდენტებს და სტუდენტებს ვეხმურები მეთქი რომ ორ-ორჯერ მაქვს გავლილი ისა მეთქი რეზიდენტურაც და ფელოუშიპებიც რა აი ჩაგეკითხებით ბატონ ზურაბ სანამ გავაგრძელებთ თქვენ კარიერულ გზას მივყვებით იმიტომ რომ მერეც რამდენადაც ვიცი კიდევ სამეცნიერო კუთხით თქვენ აგრძელებთ ახლა აი სწორედ ინსულტის ცენტრის დირექტორის მოადგილის და მე უკვე ამ სამეცნიერო ლაბორატორიის კუთხით მაგრამ როგორ ფიქრობთ აი იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები ძალიან მონდომებულები არიან USML-ს აბარებენ რეზიდენტურაში მიდიან ანუ აი ეს სისტემა რომელიც იქ მუშაობს რომელიც არის მრავალწლიანი მე პირადადაც მქონდა პულმონოლოგიაში მინდოდა და 7 წელი რომ ეთქოს კარგად იყავით თქო და დავუბრუნდი იმიტომ რომ მაშინ ძალიან გამიჭირდა 90-იან წლები იყო იმაზე იმის წარმოდგენაც კი რომ სამშობლოს გარეთ 7 წელი უნდა მეცხოვრა თუმცა ამ გადასახედიდან ხვდები რომ 7 წელი იქ ძალიან სწრაფად გადის და ღამე კლინიკაში ხარ და მუშაობ და ინტერესია და ვერც გრძნობ იქ დროს ეხლა ხვდები ნუ მაშინ ბავშვი ვიყავ მაგრამ მე მაინტერესებს უბრალოდ რატომ არის აი ეს რო აუხსნათ ჩვენ ახალგაზრდებს რატომ არის ამდენი წვალება ბჭყალებში მაგრამ კარგი გაგებით ანუ შრომა გასავლელი რატო არის ესეთი ხანგრძლივი 5 წლიანი 6 წლიანი 7 წლიანი ეს რეზიდენტურები და რითი განსხვავდება თქვენი შეხედულებით იქაური რეზიდენტურა ქართული რეზიდენტურისგან კი ბატონო, საკმაოდ ისეთია რა, მკაცრი მოთხოვნებია რა, ხა ამ რეზიდენტურა ჯერ ერთი ეს USML-ის რო ავიღოთ ეს გამოცდების შესაბამისად სერიოზული ფილტრია და ნუ ბაზისური მეცნიერებები დაიწყება კლინიკურში გრძელდება და მე მესამე სტეპიც კიდე კლინიკურია და ყველაფერი ნუ მოთხოვნები ძალიან მკაცრია იმიტომ რომ ნუ რაც შეიძლება რომ გაიფილტროს ასე ვთქვათ და ნუ აი ისეთი მაქსიმალურად მომზადებული სპეციალისტი მივიდეს პაციენტთან რომ
არ იყოს ამის პრობლემები. ეხლა რა თქმა უნდა მეთოდოლოგიები საკამათოა და ეს მეთოდოლოგია მუშაობს და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ვიტყოდი რა ამას. რა თქმა უნდა ალბათ ევროპული მოდელებიც ეხლა მე ევროპულ მოდელებში ზოგადად ვიცი ისეთი ჩახედული არა ვარ, მაგრამ ეს სისტემა მუშაობს. აი ეს უზარმაზარი მასალა რომელსაც შენ გაივლი, გადახარშა, ამას ამ მასალაში ისეც გულისხმობ ავადმყოფების რაოდენობას, რომელსაც შენ შეეხები და რომელსაც შენ გაივლი და მერე პასუხისგებლობების მომატება პირველ წელს ესეთია, უფრო იმის დაკვირვების ქვეშ ახარ მეორე წელს, უფრო მეტი თავისუფლება მესამე წელს უკვე თითქმის სრული თავისუფლებაა და მერე შენ ახარ ჩიფ რეზიდენტი როდესაც ახარ უკვე შენი მოვალეობაა რომ ასწავლოს. აი ამასაც კიდე სწავლობ როგორ უნდა ასწავლო და აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში მე მგონი საკმაოდ კარგი სისტემაა რა, ისი რა ქვია, ექიმების მომზადების. მე ახლა ისევ საკამათოა გამოცდების ჩაბარება უკვე სპეციალობაში, როდესაც არის ბორდი და ახლა ძალიან ესეთი ეს მკაცრი იყო, პირველი ჯერ კიდე დარჩა რომ გამოცდას ჩააბარებ, თქვათ ნევროლოგიაში, მაგრამ 10 წლის თავზე რომელიც იყო უკვე მეორე გამოცდა, ახლა უფლება დაგვრთეს რომ 10 წლის თავზე შეგიძლია შენ ეს ჩააბარო სტატიების საფუძველზე. წელიწადში გაძლევენ 30 სტატიას და ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ეს 30 სტატია უნდა გადაამუშაო და მე გამოცდაზე შესაბამისად შეკითხვები არის ამ სტატიიდან. შენ თვითონ დაწერო სტატია არის, შენ უნდა გამოქვეყნებული ექსპერტების რა და ექსპერტთა საბჭო ადგენს რომელი სტატიები იყოს შესაბამისად მოცემული რა ამისათვის და ძალიან საინტერესო მოდელია და 5-დან 4 პასუხს ზუსტად უნდა უპასუხო ოღონდ სტატიის ის ანუ რესერტიფიცირება ფორმალური რო იყო მათი გაგებით შეცვალეს უფრო პრაქტიკულით, იმიტომ რომ მე თუ ამ ახსიახლეებს არ მივდევ და ისევ ძველი ცოდნა მაქვს და ამ მოწინავე სტატიების ასე ვთქვათ მიერ მტკიცებულებითი მედიცინის ფარგლებში არსებული სტანდარტები და პროტოკოლები და მიდგომები არ ვიცი, ის თulis ისე იგი ამის მიხედვით რომ მე მჭირდება ხელახლა რაღაცის გავლა, ხო? ანუ ალბათ ამიტომ. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. მართალია, გაქვს უფლება რომ თუ გინდა გამოცდა ჩააბარო 10 წლის თავზე. რომელ ვერსიას აირჩევ? შენ გინდა გამოცდა 6 საათიანი 300 შეკითხვით თუ ესა მე ეს ავარჩიე და ძალიან მომწონს ეს მოდელი და პრინციპში ყველა სხვა კურდღელს ერთად იჭერთ ამ დროზე სტატიებს მართლა ეცნობით. აბა რა თქმა უნდა, არა, მე შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არა პირდაპირ ის არის, რა ქვია, შეკითხვა დაკავშირებულია იმასთან და არ შეიძლება რა, ჯერ ერთხელ გავდივარ სტატიას, ხას უსვამ მნიშვნელოვანი რაღაცეები რაც არის რომ ისა დავიმახსოვრო ესენი და მერე მოდის ეს 5 შეკითხვა ამის შემდეგ და ეს სხვა შორის ძალიან საინტერესო, ჩვენ ხა მე იდეაში ვარ და ხანდახან რაღაცებს მოვინიშნავ, იმიტომ რომ მე შეიძლება ეს გამოგვადგეს, მე ვფიქრობ ძალიან კარგი შეთავაზება იყო, შეიძლება ეს ხა სამინისტრო და განათლების სამინისტრო და დავუშვათ რეზიდენტურის მიმართულება ამას როგორ გადაწყვეტს ეს სხვა თემაა, მაგრამ შიდა მოდელისთვის მშვენიერია. იმიტომ რომ მე მაგალითად მომწონს Journal Club-ის იდეა და სადაც ვიყავი, რომელ კლინიკაშიც ვიყავი, ვცდილობდი რომ მქონოდა და ხა ყოველკვირეულები არ გამოდის, ძალიან დატვირთულები არიან ექიმები, მაგრამ თვეში ერთხელ ვცდილობდით რომ იმ წინა თვეში რაც დაიბეჭდა მეწინავე სტატიის გაგვერჩია. აუცილებლად. რაღაცნაირად და საქართველოს მოდელზე მოდელირება. ყოველთვის ვერ ახერხებენ ექიმები. ხანდახან მე კვარტალში ერთხელ გადავიტანეთ, იმიტომ რომ არ გამოდის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო არის ჩვენთან ახლა კრედიტქულები. კარგია. და ხანდახან გავდივართ ამ უსეგეს ძალიან ფორმალურად, იმიტომ რომ ის კრედიტქულა მივიღოთ და შეიძლება სულ არ მჭირდებოდეს ეს უსეგე, ან არ ვარგოდეს ხარისხით დიდად ის უსეგე. სხვა შორის საინტერესოა შევთავაზოთ, რომ იქნება აქაც მოხერხდეს, რომ უსეგეს ნაცვლად მე შემეძლოს თუ მირჩევნია უსეგეს გავივლი და მივიტან თუ არა და შეიძლება ან დაემატოს დავუშვათ 15 კრედიტქულა იყოს ამისთვის და 15 სტატიისთვის. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა რას ქვენ ახლა ბრძანებს. რა ვიცი, ძალიან კარგი ისაა. საინტერესო ის არის რომ ამ წინა ციკლში როდესაც ვამზადებდი ამებას ბაზისურ მეცნიერებაზე იყო სტატია და ეხლა გამიკვირდა რა, ეხლა იმიტომ ცუდად არ ვამბობ, ჩინელი ავტორების მიერ იყო ჩინეთიდან დაწერილი და ეხლა ამერიკაც და ევროპაც, ისეთი წამყვანი ბაზისური მეცნიერები ყავთ ინსულტის დარგში, გამიკვირდა და
და ნუ საკმაოდ რთული იყო სტატია, კარგ ჟურნალში იყო დაწერილი, ძალიან რთული იყო და ისა და რო გავაკეთე ესა რა, ამომიგდო შეცდომა რა და ეხლა ჩავიარე კარგად და ისე ცოტა არ იყოს გაუბრაზდი რა, დაუბრუნდი და ნუ ყველაფერი სწორია და გაუგზავნე იმათ რა ქვია ბორცწერილი რომ მეუთხარი ეს შეცდომა არ იმეთქი და გამომიგზავნეს ბოდიშიო და ჩამითვალეს სწორ პასუხად ისა და ეხლა ის არ მინდა რომ შევთქვა ეს სტატია ამოიღეს იმიდან რა და ეხლა ჩემი კოლეგები არიან იქა და ეხლა ზუსტად არ ვიცი ვინ არის მაგრამ ასე ვთქვათ რამდენიმეს გაუგზავნე მეუთხარი ხა კი ბატონო ისენი მაგრამ ნუ ვინ არჩია ესა ვერ იყო დაწერილი სათანადო დონეზე ასე ვთქვათ ასე რომ ასეთი რაღაცების კაზუსებიც ხდება სხვადასხვა მე მახსოვს USML-ზეც ქონდა ერთად ჩვენ სტუდენტს ადრე ესეთი შემთხვევა ცოტ მან აღმოაჩინა თქვა რომ არა ჩემი პასუხია სწორი იმიტომ რომ აქ არ არის ეს სწორად მაშინ კითხვა სხვანაირად უნდა დასვა და ჩაუთვალეს და უთვლიან და მეორე მომენტი ხა ჩვენ არ ვიცით თუ არ ვწდები 10%-ია ექსპერიმენტული შეკითხვა 10% შემოდის ექსპერიმენტული შეკითხვა და მე აფასებენ პასუხი როგორი იყო იმის მიხედვით შევიტანოთ ეს თუ მუდმივად თუ არა რა იმიტომ რომ ცოტა ტესტირებას აკეთებენ კი აკეთებენ ამის იმას ძალიან საინტერესო გადახვევა გამოგვივიდა მე ვფიქრობ იმიტომ რომ ჩვენი რეზიდენტურის სისტემაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრი აქვს სტუმრებთან და ძალიან მტკივნეული თემა დაწყებული გადასახადის გადახდიდან იქეთ და დამთავრებული თვითონ ბაზებით და ასე შემდეგ და ასე რომ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადახვევა გამოგვივიდა მაგრამ ეხლა მინდა დაუბრუნდე ისევ ძირითად ხას და გავაგრძელოთ თქვენი ასე ვთქვათ კარიერული გზა მე გაგრძელდა თორცდები ჰოპკინსის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში იმის შემდეგ ესე იგი ფელოუშიპის დამთავრების შემდეგ მიმიღეს იმაზე კათედრაზე ნუ ფაკულტეტზე როგორც ვთქვათ ეს რას ნიშნავს ესე იგი შენ ასწავლი კიდევაც სტუდენტებს რეზიდენტებს ფელოუებს და ამასთან ერთად იყო ადმინისტრაციული კომპონენტიც დირექტორის მოადგილეობა ინსულტის ცენტრში და კლინიკური მუშაობა. მეცნიერება უკვე შენზეა დამოკიდებული, ასე ვთქვათ, კი, გიწყობენ ხელს, მაგრამ მეცნიერება როგორ არის, იცით, გრანტი უნდა მოიპოვო იქ კათედრაზე, როდესაც ხარ, რომ დრო დაგრჩეს იმისათვის, რომ სამეცნიერო მუშაობა ჩაატარო, რა. სხვანაირად ახლა ასე ვთქვათ, შენი დრო უნდა გამოისყიდო, რა, იქ რა, რომ ესე იგი შენი პროდუქტიულობა, და ახლა სამწუხაროდ ეს ფინანსური საკითხი იქაც ძალიან მტკივნეულია პროდუქტიულობა და ამას იძლევა გრანტი, ნუ გრანტზე უნდა გააგზავნო და თუ ეხლა წარმატებით გავიდა, იგივე NIH-ის სისტემაში, სადაც დაახლოებით მხოლოდ 10-დან 12%-მდე ფინანსირდება ისეთი დიდი კომპეტენცია მთელ ამერიკის და ამაში არიან უამრავი კიდე ბაზისური მეცნიერები, რომლებიც PhD არიან და ნუ იმათთვის ცხოვრების საკითხია ეს ამ გრანტის მოპოვება და ასე რომ კონკურსი ძალიან მაღალია და ეს საკმაოდ რთულია და ნუ მეორე ახლა შენ დროში რაც გინდა გააკეთე, ანუ საკუთარ იმაში და ნუ მესამე არის კლინიკური ტრაიალები ასევე რა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ეხლა შევეცადე ამ იმაში ყველაფერი. ეს სპონსორშიპი მოდის. ეს სპონსორშიპი მოდის, ორნაირია კლინიკური ტრაიალი, რა თქმა უნდა, ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული და არის ისევ NIH-ის დაფინანსებული. მე ჩვენ ხა აკადემიური ცენტრები ვცდილობდით უფრო NIH-ის დაფინანსებული რო ყოფილიყო და საინტერესოც არის, უფრო ის არის, პრესტიჟულიც არის და ინტერესის კონფლიქტებიც და ყველაფერის კიდე ცალკე ეს არის თემა, მაგრამ არაფერი საწინააღმდეგო ინდუსტრიასთან არა, ეხა ინდუსტრიას იმხელა დადებითი რაღაცებია გაკეთებული, რომ ესე უარყოფა არ შეიძლება ამისი გავა. არა, ეთიკის კომიტეტი მუშაობს და ძალიან კაცად ცხრილება. ხო, იმიტომ რომ ეხა ნუ ერთ პერიოდი ძალიან ის წამოვიდა დასავლეთში, რომ ეს ყველაფერი ამათი ის არის, ცუდია, კორუმპირებულია და რაღაც არ არის რა ესე ნამდვილად რა, ძალიან ბევრი კარგი რაღაცა. მაგათგან მოდის რა ესე. ავიღოთ ქირურგიული ტექნიკები, ავიღოთ თუ ელემენტარული ანტიდეპრესანტების SSRI-ის განვითარება და ყველაფერი, ახლა ეს კი ჩაისახა NIH-ში და მერე წაიღო ინდუსტრიამ და ასე რომ მაგის უარყოფა არ შეიძლება და ასე ხო 5 წელიწადი ვიმუშავე ესე იგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სისტემაში და მერე გადავედი ჰოპკინსში. ეს იყო ისევ შერეული ჰოპკინსის და NIH-ის იყო ერთდროული პროგრამა. ძალიან სასიამოვნო წლები იყო და კარგი ისევ ნუ ჩემ კოლეგებს დაუბრუნდი ვის
ინსტიტუტისთან ერთადაც მუშაობდი და ნუ კარგი ის იყო რომ ამას გრანტები და კონკურსი არ ჭირდებოდა ეს იყო მოცემული კონტრაქტი იმის მიერ NIH-ის მიერ და 5 წლის განმავლობაში რაღაცა რაოდენობის ფულს უხდიდნენ ჰოპკინსის საავადმყოფოს რომ ეს კვლევები ჩაგვეტარებინა. ანუ თქვენ შეხვედით აქ როგორც მე შევედი როგორც დირექტორი ინსულტის ცენტრის კლინიკური დირექტორი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ხელფასი 75% მოდიოდა NIH-დან და მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კლინიკური იყო ყველაფერი ამისი ორგანიზება და პასუხისმგებლობა, მაგრამ ის იყო კიდე ზევიდან დადებული, რომ პასუხისმგებლობა იყო მეცნიერული მუშაობის ორგანიზაცია და კეთება, რაც მთავარია. ეხლა და ნუ ძალიან სასიამოვნო იყო საინტერესო პუბლიკაციები, საინტერესო ისა და ყველაფერი 2018 წელს დაუბრუნდი ჯორჯ ვაშინგტონის სისტემას ჩემმა ყოფილმა კათედრის გამგემ ახალ პროგრამას ხსნითო აი ახლა სადაც მუშაობ ვირჯინია ჰოსპიტალ ცენტერში და ნუ ისეთი ასე ვთქვათ რო იტყვიან ჩელენჯი კლინიკური სამეცნიერო კომპონენტით სუფთა იმისი რა ქვია საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზის გახსნა იყო ახალ ჰოსპიტალში და ნუ სრულიად ნოლიდან დავიწყეთ ძალიან საინტერესო იყო ხელშეწყობაც კარგი იყო უნივერსიტეტიდანაც ჰოსპიტალიდანაც ნუ დავაკომპლექტეთ მთლიანად ნევროლოგია იქა და ნუ ნოლიდან დაწყებული ესე ვთქვათ კომპრეჰენსივამდე მივედით კომპრეჰენსივარი ყოვლის მომცმელი ნუ აქ თუ არ ვწდები მეორე რანგის ცენტრი ქვია მგონი თუ არ ვწდები მეორე დონე ზუსტად და აი ესეთი ის იყო რა ქვია სასიამოვნო 5 წელიწადი და ხა იგივე ჰოსპიტალში ვაგრძელებ მუშაობას ისევ ჯორჯ ვაშინგტონის კლინიკური პროფესორი ვარ სტუდენტები ამ ბაზაზე მოდიან და სამეცნიერო მუშაობა ნუ აი ვცდილობ რომ ეხა დავნერგო ნუ ეხა ჩემ პირად ენთუზიაზმზე ვაკეთებ ჯერჯერობით რამ კოლაბორაციებსაც იგივე იქაც და ძალიან მიხარია რომ საქართველოსთანაც მაქვს ასეთივე კავშირი რამდენიმე მიმართულებით ერთი არის რომ ჩემს ყოფილ ალმა მატერთან ეხლა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა ქვია ნუ მაშინ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი იყო თანამშრომლობთ და დავხურეთ 2 გრანტი რუსთაველის ფონდთან ძირითადად კოგნიტიურ დარღვევებს ეხებოდა მეორე გრანტი ეხებოდა ინსულტის შემდგომ კოგნიტიურ მოშლილობებს და ნუ აი ესეთი საინტერესო თანამშრომლობა მაქვს ხეჩინაშვილის ნევროლოგიის დეპარტამენტთან და კათედრასთან შესაბამისად. ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო შესაძლებლობა უბრალოდ იმისი, რომ პარტნიორობა იყოს, ეს არის რაღაც სწავლის შესაძლებლობაც და განვითარების ნებისმიერი იმ კლინიკისთვის, რომელიც ერთვება და მუშაკებისთვის თვითონ ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, იმიტომ რომ სრულიად შეიცვალა ჩვენთან აი ამ საბჭოური, ასე ვთქვათ, პერიოდის და კოლაფსის შემდეგ ახალი მედიცინა შემოვიდა, კვლევის დიზაინი, კვლევის მოთხოვნები, მკვლევარის მოვალეობები, თვითონ კვლევის, ასე ვთქვათ, ბიოსტატისტიკური დამუშავების მეთოდები, მონაცემების, ანუ აბსოლუტურად შეიცვალა ჩვენი შეხედულებები კვლევებს იმ დონემდე, რომ საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგებს ფაქტობრივად დიდად არ გვიღიარებენ ხოლმე, ეხლა რაც გვჭირდება მაშინაც. კი და ახალი ხანდახან არ არის ჩატარებული და ვერ ვეყნობი წინას, იმიტომ რომ იმდენად სარწმუნოდ არ ითვლება, რამდენადაც რა თქმა უნდა ახალი და ეს ახალი ბევრმა არ იცის საქართველოში, ეხლა მე გულისხმობ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ამას უკვე უნივერსიტეტში სწავლობს და ხანდახან ერთვება ხოლმე, მეც მინდა გითხრათ, რომ მოგვიანებით შევისწავლე დაუშვათ ახალი მეთოდები კვლევის ემორის უნივერსიტეტის დამსახურებით, იმიტომ რომ როარ ყოფილიყო ფოგარტის გრანტი დაუშვათ და თანამშრომლობა ისევ აი ამერიკულ კოლეგებთან. ფოგარტის fellow ვიყავი. კი და აი არ ვერ ვისწავლე ნამდვილად ძალიან ბევრი სრულიად სხვა ბიოსტატისტიკა ვისწავლეთ, სრულიად სხვა მიდგომებია და სრულიად სხვა კვლევის დიზაინი და დამუშავება, რა თქმა უნდა, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. ამიტომ მე ვფიქრობ ეს რაღაცნაირად სასარგებლოა ჩვენი აი staff-development-ს რასაც ვეთქვით, არა, ჩვენი კადრების, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, საკადრო რესურსის განვითარებისთვისაც და არა მარტო მეცნიერების განვითარებისთვის ცალკე.
ამიტომ ეს ძალიან სასიამოვნოა, უბრალოდ მინდა ეხა გარკვეულწილად თქვენი საუბიდან გამომდინარე, ჩვენ ცოტა დაუგეგმავი გვაქვს ხოლმე დიალოგები და მაინც მედიდეის კუთხით შევხედო. დაიბადა ასეთი დავუშვათ შეკითხვა, თუ თქვენ ეხლა ამ წუთას კლინიკურ ბაზაზე, ასე ვთქვათ, საქმიანობთ და საექიმო საქმიანობასაც ეწევით ჩვეულებრივად პაციენტებს იღებთ და ამავდროულად ამ პაციენტებს რთავთ პერიოდულად კვლევაში, ხო? ნუ ეს თავისი აი მე მაინტერესებს რამდენად გაქვთ რაიმე დაბრკოლებები თქვენ თუნდაც სამედიცინო ეთიკის კუთხით ხომ არ არის გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი რომ თან პაციენტი იყო თან კვლევის მონაწილე და რამდენად სწავლობენ პარალელურად აქედან გამომდინარე არა მარტო ნევროლოგიას არა მარტო მეცნიერებას არამედ სამედიცინო ეთიკასაც მე ბიოეთიკოსი ვარ და ამიტომ მაინტერესებს ძალიან საინტერესო შეკითხვა და აქტუალური შეკითხვაა რა თქმა უნდა ნუ ეს უზარმაზარი ის არის და ეხლა სხვადასხვა დონის არის მე როგორც გითხარით ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში რომ მუშაობდი და ახლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არის ძალიან მკაცრი სისტემა არის ძალიან რა თანაც ეხლა ჩვენ იქ რო ვიყავით ადრეული ფაზის გამოკვლევებს როდესაც აკეთებ მით უმეტეს კიდე ორმაგი და სამაგი ფილტრია პირველ ფაზაზე მეორე ფაზაზე ეხლა ჩვენ მეორე ფაზის ჰქონდა და საკმაოდ ისეთი ფილტრია ახალი წამალი ან ახალი ჩარევა ასე ვთქვათ რა განსაკუთრებით მწვავე ინსულტის იმაში და ხა წარმოიდგინეთ რა გაქვს 4 საათნახევრიანი ფანჯარა ამ თრომბოლიზისის და ამასთან ერთად კიდე რაღაცა დამატებითი გინდა და იმხელა ის არის დროის წნეხი არის რომ ამ დროს კიდე იმის რა ქვია უნდა აიღო ეს თანხმობის ფორმა რა და საკმაოდ გვირთულებდა საქმეს რა და ნუ მე ეს მარტო ჩვენი არ იყო საერთაშორისო პრობლემა იყო და ნუ ცოტა მივიდნენ იქამდე რომ ესეთ დროში სენსიტიური ისენი რაც არის გითხრეს რომ მოკლე ფორმა მაგრამ 24 საათის თავზე უნდა იყოს ეს ფორმა დამთავრებული და ეხლა რა თქმა უნდა ჩარევაც მაღალი რისკის არ უნდა ყოფილიყო და აი ამიტომ ის იყო ასე რომ ეს ძალიან ისეთი იყო რა სერიოზული რა და ეს თვითონ ამ პროტოკოლის დაწერა მომზადება ყველაფერი აი რაღაც უზარმაზარი დროუნი აქვს ფილტრი მოგცეთ ხშირად თანხმობა იმიტომ რომ პაციენტი არ არის იმ კონდიციაში რომ მე ხანდახან ეხა წარმოიდგინეთ არ არის პატრონი იქა ამისი ტელეფონით ხდება ხო ეხა ჩვენ პაციენტებს კიდე მეტყველების ან კოგნიტიური მოშლილობები აქვს და ხანდახან არ შეუულიათ ამისი მიცემა საკმაოდ ისეთი პროცესია რა მაგრამ აი ესეთი ის წამოვიდა ტენდენციები რომ შესაძლებელია ესეთი 24 საათიანი ცოტა ისა ნუ ეხლა იქ სადაც ვარ ეხლა ეს სტანდარტია ნაციონალური სტანდარტია იქა ყველაფერი ერთნაირია მაგრამ ეხლა აქ პირველი და მეორე ფაზის იმეებს ესე არ ვატარებთ რა ამ სამანტყოფოში თუ ისა მესამე ფაზის ძირითადად და საერთაშორისო ბიოეთიკაში არის ეს თემა როდესაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე მე სტუდენტებსაც ასე ვასწავლე ინფორმირებული თანხმობის ფორმაზე პაციენტს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პატრონს ვერ პოულოთ შეიძლება თვითონ ექიმმა მოაწეროს ხელი სამედიცინო გუნდმა იმიტომ რომ ეთიკური დილემაა ეს თავისი არსი და ან კლინიკური პრაგმატიზმით უნდა გადაწყვეტოს ან ჰერმენევტული მეთოდით უნდა გადაწყვეტოს მაგრამ მაინც უნდა განიხილოს ის მოკლედ და ხელს აწერს უკვე თვითონ გუნდი დავუშვათ ეთიკის კომიტეტი ან მისი თავმჯდომარე და თუ მე იჩივა პაციენტმა მე ხდება უკვე გარჩევა რამდენად სწორად მოიქეცით ასე რომ პოსტფაქტუმ შეიძლება იმიტომ რომ იარ სიტუაციაში ეს გადაუდებელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია რა თქმა უნდა მოასწრო და აიღო ნებართვა ანუ ინფორმირებული თანხმობის გარეშე გვიწევს ზოგჯერ აი რეალობაში ჩარევა მე გულისხმობ შეიძლება ხელმოწერილი რაღაც დოკუმენტი მოვიპოვოთ მაგრამ სრულყოფილ პროცესს გულისხმობ რომ აუხსენი მე გამოვკითხე მე დავრწმუნდი რომ სწორი ინტერპრეტაცია გაქვს და აი ესე მომცა თანხმობა ეს იქაც პრობლემაა იქაც პრობლემაა ხა მანდ კიდე ორი მომენტია ერთი არის რომ თუ ეს არის კლინიკური ტრაიალი მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს არა ანუ აი ეს მინიმალური როგორც მოგაცემ და მეორე არის კლინიკური თანხმობა რა ანუ ეხლა თქვა როგორც არის ოპერაციული თანხმობა ეხლა ჩვენ შემთხვევაში არის ესა მაგალითად თრომბექტომია და ხშირად ეხლა ეს პროცედურას ვინც ატარებს ერთი ის აწერს და მეორე ნევროლოგი რომელიც როდესაც პაციენტს არ შეუძლია ოჯახის წარმომადგენელი არის ამაზე ეს
იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, სიცოცხლესთან დაკავშირებული დროში სენსიტიური რაც არის, მაგრამ ეს უბრალოდ კლინიკური ეს არის კლინიკური თანხმობა, ასე ვთქვათ რა და ხო, აი ამაზეც გვაქვს ხოლმე ისა და განსაკუთრებით ახლა იმაში, რა ქვია, ინსულტის სერტიფიცირებულ ცენტრებში, როდესაც მოდის აუდიტი, ანუ joint commission, საერთო კომისია, ხო, აი მათმა მაგალითად ერთხელ იყო შემთხვევა, რომ საყვედური გვითხრეს ელექტრონულ იმაზე, მეორე ექიმის ხელმოწერა კარგად არ მოჩანდა და ნუ დაჭირდა ამოღება არქივებიდან იმიდან, რომ აი ნამდვილად ორმა ექიმმა მოაწერა და ესეთი ისინი რა თქმა უნდა ხდება. იმიტომ რომ კომიტეტის მოწვევას ვერ ასწრებდა მეორე ექიმი უნდა იყოს. კი, მაგრამ მეორე ხება პაციენტის თვალიდან თუ შევხედავთ, სამართლიანია რა ეს ყველაფერი და ყველაფერი უნდა იყოს მართლა. მაქსიმალურად გათვალე. ხო, უნდა იყოს ახსნილი ის ახლა. ეხლა ცოტა ფინანსურ კითხვასაც დავსვამ, იმიტომ რომ აი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ჩვენ ვცადეთ ერთ-ერთ კლინიკაში, აწეგან გიყვებოდით, სანამ დავიწყებდით ჩაწერას თრომბოლიზისის, თრომბექტომიის, ინსულტის ცენტრის, ასე ვთქვათ, აწყობას და ნუ აქ შეიძლება ცოტა რთული იყოს ჩამოიყვანო პაციენტი 4 საათის განმავლობაში, ნუ მაყურებელს გასაგები იყოს ნუ რაღაცა დროითი ლიმიტებია, მე აზრი აღარ აქვს და ამიტომ აქვს ამას მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე გინდა იქ კარგად მოწესრიგებული ტრანსპორტი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ვერტფრენის ან თვითმფრინავის გამოყენება და ასე შემდეგ. ხო, ერთი ბეწო ქვეყანა ვართ თითქოს, მაგრამ ხა სადღაცა უშგულში რომ მოხდეს და გინდაც ფოთში და გინდაც ზუგდიდში და გინდაც აგერ გორში პირობითად ვამბობ, ხო? თუ ვერ მოვახერხე 4 საათის განმავლობაში ყველაფრის დაორგანიზება და ჩამოყვანა, ამ შემთხვევაში გამოწვევა მეთოდს ვერ ვიყენებ. ამიტომ არის რომ ვიღაცამ შეიძლება ამაში ფულიც აღარ ჩადოს, იმიტომ რომ რა თმინდა რაოდენობას ვერ ავკრებ. განასაჭიროება არ არის თრომბექტომიების და თრომბოლიზისების, მაგრამ ორგანიზებულად თუ ეს არ ხდება სახელმწიფოსთან შეთანხმებით და თუნდაც იმ სხვა კერძო კლინიკასთან შეთანხმებით, თუნდაც მოსახლეობის განსწავლის საფუძველზე რატომ მოგიყვანოს დროზე სასწრაფოს ექიმების განსწავლით და ტრენირებით, თუ რა დროს უნდა ჩაერიოს მედიკამენტოზურად ბინას და რა დროს თუ თრომბოლიზისზე და თრომბექტომიაზე აღარ მისცეს დაუშვათ იმას 80-ზე მოდის მედიკამენტი და წამოიყვანოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ძალიან რთულ სისტემასთან არის დაკავშირებული. საკუთარი პატარა გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა მქონდა ამაზე თან შეხება, მახსოვს რომ რთული საორგანიზაციო იყო, გარდა იმ სუფთა პროფესიული დეტალებისა, რასაც ქვია ამ პროცედურის მაღალ ხარისხიანად შესრულება. ვინ იხდის თანხას იმისთვის, რომ მოასწრონ, აი თუნდაც ვერტფრენით გადმოიყვანონ ეს პაციენტი და მოიყვანონ თქვენთან და ზოგადად როგორ არის ეს აწყობა? ძალიან აქტუალური პრობლემაა, ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ და ნუ ამაზეც ისა, რა ქვია, საინტერესო კოლაბორაცია გვაქვს და თრომბექტომიის დანერგვებთან დაკავშირებით მონაწილეობ. მე საერთაშორისო ჯგუფის წევრი ვარ და ბატონ სანდროცისკარიძესთან და მის ჯგუფთან თანამშრომლობთ ამ მიმართულებითაც. ნუ ეს რა არის ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერვენციული და ვასკულარული ნევროლოგიის საზოგადოება და ამ საზოგადოების შიგნით არის თრომბექტომიის ჯგუფი, ესეთი სახელი ქვია მისია თრომბექტომია და ესე იგი ამ მისია თრომბექტომიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვარ და ნუ საქართველოსთან თანამშრომლობა არის ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ მოვალეობაც და ისიც რა ქვია. აქაც საინტერესო მომენტია, სამეცნიეროც არის ესა, ადმინისტრაციულიც არის, კლინიკურიც არის და ესე ინტენსიურად თანამშრომლობთ, ვცდილობთ ამეების შესწავლას, რა შეიძლება გაუმჯობესება და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ახსენეთ. ნუ დავიწყოთ იმით, რომ რა თქმა უნდა, ჯერ ინტრავენური თრომბოლიზისი, ნუ ოფიციალური ფანჯარა 4.5 საათი, ახლა რა თქმა უნდა, წავიდა წინ ვაკეთებთ სხვადასხვა დამატებითი ნეიროგამოსახვის საშუალებით, მაგრამ ახლა ჩვენ რეალობაში ეს არ არის სტანდარტული პრაქტიკა, არის 4 საათნახევარი, ისა, ნუ რა ვქნა თქვენ როგორც ბრძანეთ, ეს იქნება სენაკი, ფოთი თუ უშგული თუ არ არის იქ ნევროლოგია, არა, ნუ ტელემედიცინა არის ამის პასუხი, რა ტელემედიცინა. დღესდღეობით ნამდვილად არ არის ძვირი ესა, რა. თბილისში ზის მორიგე ნევროლოგი შედის ახლა იმაში, რა ქვია, უშგულში რა თქმა უნდა კომპიუტერული ტომოგრაფია არ იქნება, მაგრამ ნუ სენაკი ვთქვათ თუ მარტვილი ვთქვათ, ახლა კომპიუტერული ტომოგრაფია დღესდღეობით არაფერი არ არის, შედის იქა და აქედან ნევროლოგი ვიდეოთი ესე რა ვიცი, Zoom-ის პლატფორმა იქნება თუ სხვა იქნება, უყურებს ამას და შესაბამისად ეუბნება გააკეთეთ ან არ გააკეთეთ. გააკეთებენ და მერე შეიძლება გადმოყვანა, იმიტომ რომ მერე ფანჯარა შესაბამისად თითქმის 24 საათამდეა, რა თქმა უნდა, ყოველი წუთი ფასობს ამ
შემთხვევაში ხა გადასარევია თუ თქვენ როგორც თქვით ვერტფრენის საშუალებით მოხდება ეს, მაგრამ ძალიან ძვირი ის არის. ხა ამერიკაში ეს ასტრონომიული თანხაა, თქვენ რაც მკითხეთ. დაახლოებით $20,000-მდე არის ეს გადაფრენა და ეხლა ვინ იხდის ამას? ინშურენსმა დაზღვევამ უნდა გადაიხადოს ესა, მაგრამ ზოგიერთი დაზღვევა ხანდახან არ იყო და ეხლა ერთ რამდენიმე წლის წინ ტელეგადაცემას უყურე და იქ იყო ახალგაზრდა ქალბატონი გამოდიოდა, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და ავტოავარიიდან ესე იგი ვერტფრენით გადმოიყვანეს სადღაც და ნუ გადაიხადა ყველაფერი ჰოსპიტალის ხარჯები და ამის ნახევარიც გადაიხადა დაზღვევა, მაგრამ ერთი $10,000 კიდე გქონდა გადასახდელი და ესეთი ჰუმანიტარული აქცია მოაწყო ეზოსთან და რაღაცა მეზობლებმა შეუგროვეს და ნუ ეხლა ესეთი რაღაცები ხდება. ძირითადად იხდის, მაგრამ ძალიან ძვირია, როგორც გითხარ, დისტანციის მიხედვით შეიძლება $10,000-დან $20,000-მდე მერყეობდეს ესა და ნუ ის არის რა. ეხლა საქართველოში შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეხლა ამ ფასებზე ცოტა ის არის და მაგრამ მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ტრანსპორტითაც უნდა შევძლოთ ესა ნელ-ნელა. ნუ აი მაგალითად პატარა ქვეყანა ვართ, მაგიტომ ამბობ და 4 საათში მე ყოველთვის ძალიან მიყვარს, ნუ ძალიან ისეთი კარგი პროგრამა აქვს ბარსელონას და მის შემოგარენს და კატალონიის თვითონ პროვინციაში არის ეს დანერგილი. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ფინანსური ისენი სხვადასხვა არის, მაგრამ ნუ ტელემედიცინის საშუალებით შეძლეს ამისი ორგანიზაცია და ეხლა მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერები არიან ამ თრომბექტომიების რაოდენობით გადაყვანით და ყველაფრით ასე რომ შესაძლოა ხა თუ იქნება თბილისში, არის უფრო სწორედ უკვე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში არის. მე მახსოვს დათო მრელაშვილიც საუბრობდა ჩვენი ასევე ძალიან საყვარელი და ძალიან ძვირფასი თანამემამულე, რომელიც კოვიდის დროსაც ძალიან დაეხმარა საქართველოს და პრინციპში ამაზე არის ახლა ის სპეციალიზირებული ამ კუთხით. ხო, ეხლა რო წარმოვიდგინოთ, ხო? იქნება აეწყოს ასე ჩვენივე საათის მანძილზე ამ ქალაქებთან და ეხლა კიდე ნუ ალბათ ასე რა ვთქვათ, გურჯაანი, ლაგოდეხი, რაღაცა ამიდაბებში კიდე ერთი, ხო? 1 საათიანი ტრანსპორტირების ფარგლებში კიდე მისაღები იქნება რა. რა თქმა უნდა, ამერიკაშიც არ არის 1 საათიანი ფანჯარა გადმოყვანა. ძალიან იშვიათია, რომ ეს სწრაფად მოხდეს, იცით, საკმაოდ დრო იხარჯება ამაში და ნუ აი ამასთან არის კიდე ბრძოლა, რომ როგორი სტრუქტურები შევქნათ და რა გავაკეთოთ, რომ და ვინ უნდა გადმოიყვანოს, ხო? ძირითადად ახლა ორნაირი მოდელია ამის, ვინ უნდა გადმოიყვანოს. მე როდესაც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების სისტემაში მაშინ ვფარავდით ორ ჯანმრთელობის სისტემას, ჰოპკინსისას ერთს და მეორე იყო ეგრეთ წოდებული მეცდარი, რომელიც ჯორჯტაუნს ეკუთვნოდა. ორივეს თავისი სისტემა ჰქონდა რა. მეცდარის უპირატესობა ის იყო, რომ თვითონ ქალაქში იყვნენ, ისინი ბალტიმორში იყვნენ და ნუ ეს რო აგზავნიდა ქალაქიდან უფრო სწრაფად აკეთებდა ამას, იმიტომ რომ ბალტიმორიდან ხანდახან უნდა გამოფრენილიყო აიყვანა სხვა იმაში კიდე სხვა მიდამოში და მე გადმოიფრინა ჩვენთან ცოტა უფრო მეტი დრო იხარჯებოდა ამაში და ნუ აი ამ სისტემების განვითარებაზე არის ახლა საუბარი, რომ რაც შეიძლება ახლა ესა დროტვინია, თითოეული ნეირონი რო დავიცვათ და ნუ სხვადასხვა ისენია ახლა მიმდინარეობები და ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცოდი თუ ესეთი ის არსებობდა, ასე ვთქვათ, კომიტეტი უშუალოდ თრომბექტომიებისთვის და ამაზე მიდის ახლა ზრუნვა და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა სისტემა, რაღაცა მოდელი შეიქმნება ჩვენნაირი მწირი რესურსების ქვეყნისთვისაც, ტერიტორიულად მცირე ზომის ქვეყნებისთვისაც, დიდი ქვეყნებისთვისაც და მე ვფიქრობ ეს მოდელები გაზიარდება მაშინ. ახლა თქვენ უკვე ამაზე მუშაობთ, იმიტომ რომ მარტო კლინიკური საკითხები არ არის ნამდვილად, ეს უკავშირდება პოლიტიკასაც, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურულ მოწყობას, სისტემას, მე იქ დავშევთ თუნდაც აგზაო, ასე ვთქვათ, დეპარტამენტს, იმიტომ რომ ამ სეთ დროს როცა ასეთი პაციენტი გადმოყავთ, იქ უნდა დაორგანიზდეს, რომ სწრაფად გაატარონ და ასე შემდეგ და ნუ ბევრი თემა არის, რომელიც აქ და მე ვფიქრობ რაღაცა მულტიდისციპლინური გუნდი უნდა შეიქმნას, რომ ყველა დარგის სპეციალისტის აგზაოსი იქნება, ის ამინისტროსი იქნება თუ ჯანდაცვის და ასე შემდეგ თუ ფინანსური ერთად შეიკრიბოს და ყველამ თავის პრობლემა დადოს და ამ პრობლემის გადაჭრისისა და მე ვფიქრობ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ალბათ. მithumetes რახან თქვენ ხართ ამ კომიტეტში. არა, მარტო მე არა, ეხლა მართლა ეს არა ქვია. ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივ ნევროლოგებს და ნეიროქირურგებს კრედიტი უნდა მიეცეთ ამაში. ნუ ძალიან კარგი შემთხვევები აქვს და ხა იგივე თქვი
ბატონი სანდრო ცისკარიძე და მისი ჯგუფი აქტიურად მუშაობენ ამაში, ნეიროქირურგები აქტიურად არიან ჩართული სისხლძარღვოვანი. მაგრამ აი ხო ვამბობ, ხელშეწყობა უნდათ ამ გადასარევ ჩვენს მართლა ნეიროქირურგებს და ნევროლოგებს. ნამდვილად ეს უკვე სისტემური საკითხია და შესაძლებელია ამის მოწყობა. პაციენტი ვერ ჩამოუყვანეს, ან თუნდაც ის თქვენ როგორც ბრძანეთ, კომპიუტერული ბაზა და კატე ვერ აუწყეს, ну ტელემედიცინის მომხრე რომც ვიყო და შემეძლოს კონსულტირება, თუ ფიზიკურად არ არის, სადაც ეს მოხდა ამის საშუალება, ის ნევროლოგის წოდოა იმ რეგიონში. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ტელემედიცინა არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, რა თავარი ეს არის და აი ამის ინვესტიცია, ანუ იქნება მართლა ხარჯთეფექტური იქნება. მე ვფიქრობ, ჩვენი სამინისტრო დღესდღეობით განსაკუთრებით ახლა ბატონი ირაკლის იმედიც მაქვს, იმიტომ რომ თვითონ ეს ჯერ კიდევ სანამ მოადგილეთ დაინიშნებოდა, მანამდე მას ჰქონდა ეს სისტემა უკვე აწყობილი და ამ მიმართულებით მუშაობდა და ძალიან ბევრი ექიმია უკვე, რომელიც ამ ტელემედიცინას, ასე ვთქვათ, ემხრობა, ითხოვს კიდევაც ადვოკატირებას ეწევა და იმედია ეს აეწყობა. ძალიან მენანება რომ რაღაცა დროითი ლიმიტი გვაქვს ჩვენი გადაცემისთვის, იმიტომ რომ მინდა ბევრ ამაზე მოვასწროთ საუბარი, მაგრამ ჩვენ რაღაც მაინც უკვე რბილად გადავედით თქვენი კარიერული გზიდან ნევროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე, უბრალოდ ცოტა ფოკუსირება მოვახდინეთ მეცნიერებაზე, ინსულტის მართვაზე, თრომბექტომიებზე, თრომბოლიზისზე. ეხლა მე მინდა რომ სხვა პათოლოგიებზეც ვისაუბროთ, რომელიც თქვენ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ნევროლოგიაში არის ყველაზე მწვავე მთელ მსოფლიოში არის ყველაზე მწვავე, თუნდაც მეხსიერების პრობლემები, თუნდაც ალცჰაიმერი და ასე შემდეგ. და ფიქრობთ, რომ საქართველოში აი ტვინის ჯანმრთელობის ტერმინით რომ მოვიხსენიოთ, იმიტომ რომ მინდა ჩემმა მაყურებელმაც გაიგოს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მარტო ექიმების წილზე. ტვინის ჯანმრთელობის მართვაში. არ ვსაუბრობთ მარტო სამინისტროების და სახელმწიფოს წილზე. არამედ ვსაუბრობთ თვითონ მოსახლეობის ვალდებულება თუ პასუხისგებლობაზეც. საკუთარი, ასე ვთქვათ, ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომპონენტში. რა ტიპის განსწავლა ჭირდება დაწყებული და უშუალოდ საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან თუ მით უმეტეს მერე უკვე აქტიური შრომითი საქმიანობიდან რომ ჩვენ მოუვრთხილდეთ საკუთარ ნერვულ სისტემას და განსაკუთრებით ტვინს. აი რა უნდა იცოდეს მოსახლეობა მოკლედ, რა არის პასუხისგებლობა სახელმწიფოსი თქვენი აზრით და ნუ სამედიცინო სტაფის და რომელ ძირითად დაავადებების რისკ ფაქტორების მართვას უნდა მიაქციოს ჯანდაცვის პოლიტიკამ ყურადღება. დროულ გამოვლენას სკრინინგით იქნება ის თუ დაუშვათ ადრეული გამოვლენის პროგრამით და ხარისხიან სამედიცინო მართვას. და სხვა შორის მინდა მე ნეირორეაბილიტაციის საკითხსაც. კი ბატონო, სიამოვნებით. გადასარევი შეკითხვა ძალიან აქტუალური. ამერიკის ნევროლოგიის აკადემიამ აი ამასინათ პირდაპირ გამოსცა ესეთი ისა ტვინის ჯანმრთელობა და რა ვქნათ, რა და ბოლო კვირის იმაში ჩვენ სამყარო ჟურნალში ნევროლოგიაში დაიბეჭდა სტატია ასეთი რეკომენდაციებით, რომ ნუ თითქმის ლაპარაკია სპეციალისტის შექმნაზე ტვინის ჯანმრთელობის, ნუ ქვესპეციალისტი, ნევროლოგის, საუბარი არის ნევროლოგის. სხვა შორის მულტიდისციპლინური გუნდები. და მე მულტიდისციპლინური გუნდებიც რა თქმა უნდა და ნევროლოგი ზირთადად აქ არის ორი მიმართულება არის არჩეული, იმიტომ რომ ყველაზე აქტუალური და სასახთან დაკავშირებული ეს არის ინსულტი და ალცჰაიმერის დაავადება რა. ანუ ხა ინსულტზე ვისაუბრეთ უკვე ყველასათვის ფართოდ არის ცნობილი, რომ თითქმის 90% განპირობებული არის 7-8 პათოლოგით, ანუ დაავადებით და ამიდან ხო ცნობილი რისკ ფაქტორები რა თქმა უნდა ავიწყოთ წნევა, დიაბეტი, ქოლესტეროლი, თამბაქოს წნევა. აქედან თითქმის 2/3-იც ასევე პრევენტირებადია რა, ანუ ამ პრობლემის კონტროლირებით. ნუ წარმოიდგინეთ, რამდენი შეიძლება მარტო ინსულტის იმაში. ხა თქვენ როგორც ბრძანეთ ეს ნევროლოგების ერთი მომენტი იქნება. აქ უდიდესისა პირველადი ექიმების როლი რა ჯანდაცვის. ნუ ახლა წნევის კონტროლი, დიაბეტის კონტროლი, ქოლესტეროლის კონტროლი ეს მაგათ ხელშია და ძალიან კარგ იმას რა ქვია დიდ საქმეს აკეთებენ ესენი რა. ნუ ხა მე ამერიკის სტატისტიკა შემიძლია მოგიყვანოთ უკანასკნელ 25 წელიწადში თითქმის 30% დაიწია ინსულტების რაოდენობა. ეს მარტო ნევროლოგებს არ მიგვაქვს კრიტიკა. ჩვენი ნევროლოგების მოვალეობა ეგრეთ წოდებული მეორადი პრევენცია, როდესაც უკვე ქონდა და კიდე რო არ გაუმეოროს, მაგრამ აქ უკვე საუბარია პირველად პრევენციაზე და აი კიდე კარდიოლოგების უდიდესი წვლილია კიდე რა თქმა უნდა. ნუ ეს იქნება ისევ დაუბრუნდებით, იქნება ქოლესტეროლი, იქნება კორონარული
ისა სისხლძარღვების დაავადება და მოცემციმე არითმია უზარმაზარი და აი ამან დიდი გარღვევა მოახდინა ახალი ანტიკოაგულანციების შემოღება და ეს მთლიანად კარდიოლოგების ხელშია, ასე ვთქვათ და აი ესეთი ისა, ნუ რა ვქნათ ალცჰეიმერის დაავადებაზე რა, აი რა ვქნათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. ნუ მთლიანად პრევენტირებადი არ არის, მაგრამ აი ცოტა გადადება, ცოტა გაჭმა შეიძლება, ნუ აი ელემენტარული ჯანსაღი ცხოვრებით რისკ ფაქტორების კონტროლით ისევ არტერიული ჰიპერტენზიის და დიაბეტის და ჯანსაღის ცხოვრების წესი ახლა ელემენტარულია ამისა ძალიან ის არის რა ქვია. და ელემენტარულია, მაგრამ ძალიან რთულია, ხო რა თქმა უნდა რა. ნუ აქ სამწუხაროდ დიდ გავლენას ახდენს ალკოჰოლი, თამბაქო თვითონ, ნარკოტიკები და ნუ აი ეს ისა რა ქვია. ხო, ფიზიკური აქტივობა. და ფიზიკური აქტივობა აუცილებლად. ძილი ნორმალურია, ძალიან ადვილია რო უთხრა რომ ხო რა 8 საათი უნდა იძინო, მაგრამ როგორ მივახციოთ ეს ცოტა არც ისე ადვილია. განსაკუთრებით ახალგაზრდებში გვაქვს ხა ძალიან ძველი პრობლემები, რა თქმა უნდა, ხო და ნუ აი ესეთი ის არის რა, აი ამებს თუ მივხედავთ, გაუფრთხილდებით, შესაძლებელი იქნება, ასე ვთქვათ, აი ნეიროდეგენერაციული დაავადებებისაც მოსახლეობის განსწავლის წელს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია რა, ძალიან მნიშვნელოვანია და ამის სპეციალური პროგრამა ხო არ არის უკვე მზა პროგრამა, რომელიც ესეთი მზა პროგრამები არის, რა თქმა უნდა, ეხლა ეს აპები და ისინი არის, მაგრამ ნუ ეხლა ახალგაზრდობას კი ეს ადვილად შეუულია, ეხლა უფროსთაობას ცოტა უჭირს ეს ამბები რა, ასე ვთქვათ რა და მაგრამ ნუ აი ძალიან მარტივი წესებით, სწორი კვება, ნუ ძალიან ის არის რა, ეხლა ჩვენ ღმერთმა გვიბოძა რომ ესეთი ხმელთაშუა ზღვის სტილის საკვები გვაქვს და ძალიან კარგი. ერთადერთი ვიტყოდი რომ მარილის რაოდენობა უნდა იქნეს დაკლებული და აი მართლა ის იყო რა ქვია, საოცარი კლინიკური გამოკვლევა იყო. მარილი, სუფრის მარილი შეცვალეს ნახევარი შემადგენლობით იმითი კალიუმის ქლორიდთან ნახევარი განზავებით, ასე ვთქვა და 20%-ით იყო დაკლებული არტერიული ჰიპერტენზია. ნუ ძალიან მარტივი ჩანს რა ესა რა თითქოს და ეს ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და ძალიან ესეთ ადვილია. ნუ თამბაქოზე ხა რაზეა ლაპარაკი. სამწუხაროა რომ მაინც აი საქართველოში ხალხი არ იჯერებს ამის მავნებლობას. რა ხე მე ჩემ მეგობრებთან, ათესავებთან, ახლობლებთან ყველასთან ამაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ხო, ამიტომ დავსვიმეც ეს მაინც არ იჯერებენ, ხო და ნუ ხა მეორე მიმდინარეობა რა თქმა უნდა წავიდა უკვე მკურნალობაზე კლინიკური გამოკვლევა და ხა უკვე 3 პრეპარატია რეგისტრირებული ალცჰეიმერის დაავადებაზე, მაგრამ ჯერჯერობით აი ესეთი რო გითხრათ შთამბეჭდავი შედეგები არის ვერ გეტყვი. უფრო ესეც პრევენცია, ნუ პროგრესიას ამცირებს, მაგრამ ჯერჯერობით გაყინვამდე ვერ მივედი და უკვე შექცევადობაზე ვერ მივედი. ძალიან იაფიან და ხან მოკლე ასე ვთქვათ და ადვილ ტესტზე არის, მხედველობის ასე ვთქვათ ტესტზე საუბარი. აი სულ ახალი ამბავია რამდენადაც ვიცი, რომლითაც შეიძლება ასე ვთქვათ განსაზღვრა რისკის თუ უკვე ნაადრევი სტადიის ალცჰეიმერის. ამასთან დაკავშირებით ხომ არ არის რაიმე ინფორმაცია, რომელიც საქართველოს შეიძლება საინტერესო იყოს და ადვილად დაენეგროს, რახან იაფიანია და ასე ვთქვათ ადვილია. კი ესენი ხა ყველაფერი ძალიან ოპტიმისტურად ჟღერს, მაგრამ ისეთი სერიოზული კლინიკური გამოკვლევები არ არის. ხა ერთადერთი რა არის, ნუ სისხლის ანალიზით, აი ამისი დადასტურება, რომ არის ამილოიდის, რომელიც არის მთავარი ცილა იმისი, დადგენა და ნუ დაახლოებით თითქმის მტკიცდება, რომ ეს სისხლის ანალიზი უახლოვდება თავზურთვინის სითხის ანალიზს, რომელიც იყო ამ დროს. ეს გადასარევია, მაგრამ კლინიკური პროფილის გარეშე მაინც ამას ვერ დაენდობი რა. ანუ ეხა არიან პაციენტები, რომლებსაც თავზურთვინის სითხეშიც, PET სკენზეც და ამ სისხლის ანალიზში აღმოაჩნდებათ ეს 50 წლის ასაკში, მაგრამ არასოდეს არ დაემართათ ალცჰეიმერის დაავადება. ამიტომ ჯერჯერობით, ნუ ეს ტესტი რო ძალიან ოპტიმიზმი იყო, რომ სკრინინგი ტესტი მაინც არ გვიჭირავს. ხო, მაგრამ ნუ არ არის რა ეს ისა რა ჯერჯერობით რა. რა თქმა უნდა, დადასტურებულ შემთხვევებში დასტურდება ამის სარწმუნოობა და ყველაფერი, მაგრამ აი ესეთ სცენარებში, რა ვთქვათ, 50 წლის ჯანმრთელი ადამიანი მივიდა პირველად ექიმთან და გაიკეთა ეს ანალიზი და დადებითი აქვს და ამის შემდეგ გაგრძელება რა არის? ერთი არის, რომ
ეს წამლები ჯერჯერობით ახლა საკმაოდ გვერდითი მოვლენები აქვს და ჯანმრთელ ადამიანს რომ გადაუსხა და გადასხმის ცენტრებში უნდა ატარო, არარეალურია და არ შეიძლება და არც ერთი დაზღვევა ჯერჯერობით არ გადაიხდის. ნუ ახლა ღმერთმა ქნას რომ მალე გამოვა ტაბლეტირებული ფორმები, რომლებიც მართლა დადასტურებული იქნება, მე შეიძლება ამ ტესტის სარწმუნოებაზე ვისაუბროთ, მაგრამ იმ კლინიკური პროფილის გარეშე, ხო, ანუ თუ არ არის კლინიკური რას ნიშნავს? მეხსიერების დაქვეითება, სხვადასხვა კოგნიტიური ტესტები, დადასტურება ამისი, იგივე შეიძლება პეტ-სკენით გადამოწმება, მაგრამ აი ასიმპტომატიურ პაციენტებზე არც ერთი ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ შეგვიძლია ხო, პრევენცია გავაკეთოთ ამ დაავადების განვითარების. ასე რომ ჯერჯერობით იქ არ ვართ, მაგრამ ძალიან იმედის მომცემია სისხლის ტესტი ძალიან და ნუ შესაბამისად იმედია დაინერგება და ხო მასალაც და ყველაფერი იმედის მომცემია. უამრავი კლინიკური გამოკვლევებია ძალიან საინტერესო კლინიკური ტრაიალები, იმედია ზოგიერთი დადებითი იქნება და გვექნება უკვე რეალური წამლები, ტაბლეტირებული ფორმები. საინტერესო იქნება, უბრალოდ ხანგრძლივი იქნება, თორე ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩატარდეს კვლევა იმ ჯგუფში, იმ კოჰორტაში, ასე ვთქვათ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა, სწორად იკვებება, გენეტიკური დატვირთვა არ აქვს ამ კუთხით და ასე შემდეგ, ну რაღაც გარკვეული ამ კრიტერიუმებით და ნახოთ მათში და იმ ჯგუფში, სადაც დავუშვათ იგივე კვება თუ მავნეჩვევები თუ ფიზიკური აქტივობა მთლიანად ყველაფერი ასე ვთქვათ უარყოფით კონტექსტშია და შესაბამისად ანუ რისკ ფაქტორები მაღალია და იქ რამდენ ხანში ვითარდება და აქ რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა მაგალითად ისეთი ფაქტორებით პრევენცია, რომელიც არ არის მაინდა-მაინც მედიკამენტოზური შეიძლება და აი რეაბილიტაციის, ნეირორეაბილიტაციის კუთხითაც, იმიტომ მინდოდა ჩვენი გადაცემა კი უახლოვდება დასასრულს, მაგრამ ორი სიტყვით მინდა რომ ეს თემაც ვახსენოთ, რადგანაც ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ თუ აი მართლა საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან თუ ახალგაზრდული ასაკიდან დაწყებული ვასწავლეთ მოსახლეობას რა აირიდონ, რა არ აირიდონ, თუნდაც როგორ ხატონ, როგორ წერენ, ხა ჩვენთან ცაციობას უშლიდნენ, ხო ესეც ხო ფაქტია, ხო ელემენტარული დეტალებია, მაგრამ რაღაცა ისეთი დეტალები, რომელიც პედაგოგმაც უნდა იცოდეს, მშობელმაც უნდა იცოდეს, თვითონ მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, ახლა ჩვენ ოკუპაციურ თერაპიაში, რასაც ვიყავით თითქოს შემოპირებთან, ხო, ანიგივენ ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციაში. ხანდახან რომ ვფიქრობ, ძალიანაც კარგი იქნება, რომ ჯანმრთელ ადამიანებთანაც გამოვიყენოთ რაღაცა ასაკიდან, იმიტომ რომ გაავარჯიშებს ეს იმ ჩვენს ტვინს და მეხსიერებას და რაღაცა დახურულ არხებს შეიძლება გახსნის და შესაბამისად შეიძლება გადაადოს თქვენ თქმის არ ყოს ვერ ავიცილო მე ალცჰეიმერი, მაგრამ გადავდო და 60 წლის ასაკში უნდა დამწყებო და დამეწყოს დაუშვათ 70 წლის ასაკში, რაც 10 წელი ცოტა არ არის რომ გამოტაცო ხო დაავადებას. ასე რომ ვფიქრობ, რომ ესეთ მეთოდებზეც ღირს ფიქრი, სწორი კვება რამდენად შეცვლის, სწორი ფიზიკური აქტივობა რამდენად შეცვლის, ასე ვთქვათ, რისკებს და შეამცირებს. აი ამ კუთხით რას ფიქრობთ და ნეირორეაბილიტაციის თემა როგორ არის დალაგებული ამერიკაში და რას გვირჩევთ ჩვენ? რა თქმა უნდა, რა ეს დადასტურებული ხა თქვენ რაც ბრძანეთ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური კვლევებით, ну რანდომიზირებული გამოკვლევებია, მაგალითად, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა სისხლძარღვოვან დაავადებებს და სიკვდილიანობას ამცირებს, ასევე, ну ხა მე ქვეჯგუფური ანალიზი იყო ამისი და ისიც დადასტურებულია, რომ შესაბამისად დემენციის განვითარებასაც და ყველაფერს ამცირებს, მაგრამ პირისპირ ცოტა ეს ჩვენ ეთიკაზე ვისაუბრეთ, უკვე ძნელია ესეთი კლინიკური ტრაიალის ჩატარება და 100,000-ობით პაციენტი ჭირდება ამას, მაგრამ ეს გვაქვს ეს მონაცემი ნამდვილად თქვენ რას ბრძანეთ, რაც იმას ხმელთაშუა ზღვის დიეტა შეეხება, ნამდვილად რა ეს ის არის რა უკვე დადასტურებულია ფიზიკურ აქტივობაზე. ისევ ორივე მხრიდან ეპიდემიოლოგიურითაც და არის ზოგიერთი მართალია ისეთი ძლიერი კლინიკური ტრაიალები არ არის, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მონაცემები ძალიან ძლიერია ნამდვილად ფიზიკური, ნამდვილად სარწმუნოა ეს, რომ ფიზიკური აქტივობა კოგნიტიურ ფუნქციას აუარესებს და შესაბამისად ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების და დემენციის რისკს, ესეც ის არის, რა ქვია, ფაქტორია. ნუ დანარჩენი ხა ტვინის აქტივობა ძალიან კარგია რა, ეს იქნება, რა ვიცი, ხა ჩვენთან სამწუხაროდ ისე არ არის ეს ისა, რა ქვია,
პენსიონერების კლუბების არსებობა და აი რა შეიძლება საქართველოში გავაკეთოთ. ნუ აი ეს ისა რა ქვია, ეხლა იქ Medicare იხდის მაგალითად ამას რა და არის ნუ ესეთი სახლები ხანდაზმულთა კლუბებია და ნუ მოდის ისა რა ქვია დილით ავტობუსი გამოივლის წაიყვანს ესენი ერთობიან შვენივრად იქ დომინოა კინოსკურება რაღაცას ნახევარდროს იმაშვებიან ხო და მაგრამ ნუ ამას ეხლა Medicare იხდის ნაწილობრივ რა თქმა უნდა და ეს ტვინის აქტივობა ნუ გადასარევია ეს იქნება კროსვორდი იქნება თუ დომინო იქნება თუ ჭადრაკი იქნება რაც იქნება ყველაფერი და აქტივობა რა ნუ მარტოობა უზარმაზარი თემაა მარტოობა ზრდის რისკს ამ დაავადებების კარგად არის ცნობილი მაგრამ საქართველოში კიდევ კარგი ღმერთის წყალობით ეს არ აქვს იმდენი სოციალური ურთიერთობებია და ყველაფერი რომ ეს ცოტა კომპენსირებულია ამერიკასთან და დასავლეთ ევროპასთან შედარებით. ასეთი ისინი ძალიან პატარ-პატარა რაღაცები ერთმანეთს ემატება და მერე გადადის ისეთ სარწმუნო ასე ვთქვათ ეფექტებში რა. ნუ ნეირორეაბილიტაციას რაც შეეხება, ხა ნეირორეაბილიტაციას შეიძლება ორნაირად მიუდგეთ აქ რა. ერთი არის პირდაპირ ინსულტის შემდგომი დაავადებების ნეირორეაბილიტაცია. რაც არის ჩვენთან ახლა სახელმწიფო პროგრამა თავზურტყენის ტრავმების და ინსულტის შემდგომი. იქაც არის ესეთი ისა რა ქვია პროგრამები, ცენტრები, ნუ ჩვენ საავადმყოფოში მაგალითად ჩვენ საავადმყოფოშივე გვაქვს მწვავე რეაბილიტაციის პროგრამა ქვია, როდესაც პაციენტი შეუძლია 2 საათის განმავლობაში იყოს აქტიურად ჩართული, სამწუხაროდ თუ არ შეუძლია უფრო ქრონიკულში მიდის და იქ დატვირთვა ნაკლებია ყოველთვის გვინდა რომ სტაციონარული რეაბილიტაცია სტაციონარულია, კი. ხო, იწყება აი ეს შიგნით საავადმყოფოს განყოფილებაში არის, ეს აი გუშინ წინ ვიყავი სტუმრად, ძალიან მომეწონა ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და ინტენსიური საუბარი ქონდა გაიხსნა ნეიროქირურგიის პროგრამა და აი ამაზე ქონდა ინტენსიური საუბარი. ესეთი სტაციონარული და ნუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მერე მაგის პერსონალს, რომელიც არიან ჯერ ერთი ლიცენზირებული ექიმები არიან physical medicine and და რეაბილიტაციაში, ეს 4 წლიანი რეზიდენტურა და ის არის და მეორე მხრივ კიდე ფიზიკური თერაპია და ოკუპაციური თერაპია, აი ამათი კომბინაცია და აი გვჭირდება დახელოვნება ნამდვილად კადრების ამ მიმართულებით და ნუ ძალიან კარგი შედეგები აქვს. ახლა ისევ თუ რანდომიზირებულ კლინიკურ იმებს გამოკვლევებს დაუბრუნდებით, ესეთი რომელიმე სპეციფიური ერთეული ჩარევა არ იძლევა შედეგი კომპლექსური ჩარევა და ვიცით რომ ამათ რაც მეთხანს აქვს რეაბილიტაცია შედეგი უკეთესია. რა თქმა უნდა, აქ უკვე ფინანსები იწყება მერე და ამერიკაში შეზღუდულია ეს ფინანსები სამწუხაროდ. ნუ იქ ეხლა მაქსიმუმები არ არის მართალი გითხრათ, მაგრამ მწვავე რეაბილიტაციის ცენტრებში სადღაც 2-3 კვირა არის და ნუ მერე უკვე ამ კლინიკებში გადადის. სწორედ ეგ შველის რომ მაშინვე იწყება 48 საათში, 72 საათში იწყება და ამ პერიოდში რომ იწყებს რეაბილიტაციას, მერე ის ამბულატორიული რეაბილიტაცია შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით სტაციონარული არ ფინანსდება. არის ამბულატორია, ადრეს არ თუ 3-4 თვის მერე შეიძლება და ჩართვა როცა თავიდან დავიწყეთ და ფაქტობრივად მე რომ მკითხოთ აზრს კარგავდა ნაწილობრივ, მაგრამ მე ახლა ცოტა დაჩქარდა და უკვე 1 თვეში შეიძლება გადატანიდან 1 თვეში ჩაერთო. ნუ ზოგჯერ ცოტა გვიანაც არ გააჩნია ხა როგორ მოხერხდება ეს ორგანიზაციულად და მაინც იკარგება, ძალიან ძვირფასი დრო იკარგება და შესაბამისად ამიტომ გკითხეთ, თუ თვითონ ინსულტის მართვაში შევა, შეიძლება რეაბილიტაციის პროგრამაში ეს ვერ შეიტანოს სტაციონარული კომპონენტი, მაგრამ ნეიროქირურგიის დაფინანსება შედავშოთ ფინანსდება საყოველთაო ხო აფინანსებს თვითონ ოპერაციას, აი ბრძანდ ახლა ერთ კლინიკაში გაიხსნა ახალი ნეიროქირურგიული დეპარტამენტი, ხო? საყოველთაოში ჩაერთვება და დაუფინანსებს და იქვე თუ წაამატებს იმ თუნდაც ერთკვირიან სტაციონარულ რეაბილიტაციას ამ შემთხვევაში მე მგონი თვითონ სახელმწიფოს მოაკლდება მერე ხარჯები, იმიტომ რომ მერე 6 თვიანის ნაცვლად შეიძლება ამბულატორიაში დაუფინანსოს 4 თვე. აბსოლუტურად გეთანხმები, დიდი საქმე იქნება ესა რა, იმიტომ რომ ნუ ამ სფეროს ძალიან
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ ვითარდება ეს კიდე ცალკე საუბრის თემა ალბათ და ეს ისა რა ქვია, ნეიროჩიპსები და ასე შემდეგ. ეს რეაბილიტაციაში უნდა ჩავთოთ ესენი, რა თქმა უნდა და მოდის დრო ეხლა რაღაცა ფანტასტიკურად საინტერესო ის არის რა, ეხლა ჯერჯერობით ეს რამდენიმე შემთხვევებია, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებული, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია რა ეს ნეიროლინკის ჩადგმა და ეს ინტერფეისი. ესე იგი, ელექტროობის დონეზე თუ წარმოვიდგენთ ამას, ეს რა არის? მოტორული გზა რო წარმოვიდგინოთ, ელექტროობა გაწყვეტილია აქა, ესე იგი მაღალი დონის არტიფიციალური ეს ჩიპსები იმ ნეირონულ აქტივობას ამუშავებს და გადასცემს მერე ქვევით და მედიატორი ხდება ერთგვარი ორგაზიანებულ ის არის რა ქვია რა საოცრებაა მართლა შედეგი რო ვნახე და განსაკუთრებით არის ძალიან ძიმე ნევროლოგიური თქვენ კარგად იცით დაავადება გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი უბედურება ტრაგედიაა ნამდვილი და აი ამ დროს დაიწყეს ახლა ერთ-ერთი ჩემი ყოფილი ფელო ინტერვენციონალისტია და აკეთებს ამას და კიდევ უფრო საინტერესოა უკვე ტვინის გახსნა და ჩადგმა კი არ ხდება ინტერვენციულად ვენური სისტემიდან შედიან და ტვინის ვენურ ვენაში ტოვებენ ამ ჩიპს ტოვებენ იქა და დაახლოებით ანალოგიური შედეგები და ძალიან მოუთმენლად ველით ამას და მეორე მომენტი ხა ის უნდა იმაში ჩაირთოს რა ქვია რეაბილიტაციაში ღეროვანი უჯრედები და აქაც ახლა მე არ მინდა ძალიან ბევრი მსოფლიოში შარლატანური დონის ცენტრებია და არ შეიძლება იმათი ნდობა, მაგრამ რაც კლინიკურ გამოცდებში ვლინდება, ეგეც მეორე ფაზის შედეგები გვაქვს ოპტიმისტური და ძალიან მოუთმენლად ველოდებით უკვე ამას და ასე რომ ახლო მომავალი ძალიან საინტერესოა. ჯერ ვერ ვიყენებ სამწუხაროდ, მაგრამ იმედებს გვაძლევენ და ვნახოთ რა შედეგები მოყვება. ძალიან მალე გაფრინდა ჩვენი გადაცემის დრო, ცოტა გადავეჭერბეთ კიდევაც, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო ეს საუბარი, პირობა უნდა ჩამოგართოთ, რომ კიდევ რომ ჩამოვყავთ საქართველოში ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნამდვილად მინდოდა ინოვაციებზეც მეკითხა და რაღაცნაირად მოვასწარით ჩიპებზე საუბარი, იმიტომ რომ რეაბილიტაციის, ასე ვთქვათ, კონტექსტში წამოიღო ეს თემა თქვენმა მეხსიერებამ, ასე ვთქვათ, ასოციაციამ, მაგრამ ზოგადად ალბათ იმ ინოვაციებზე, რომელიც ნევროლოგიაში და ნეიროქირურგიაში არსებობს დღეს და შეიძლება საქართველოს ამაში ჩაერთოთ, თუნდაც როგორც კვლევის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ქვეყანა. მე ვფიქრობ ეს თემა ღირს განხილვად და ვიდრე დავასრულებთ რაიმე ესეთი მოკლედ რაიმე იდეას, რაიმე წინადადებას გვარ დაგვიტოვებდით, რომელზეც ღირს ჩვენი ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, მესვეურებმა რომელიმე კლინიკამ იზრუნოს და ამ მიმართულებით დავუშვათ ან კვლევითი ან პრაქტიკული საქმიანობაა წარმოქმნილი. რა თქმა უნდა, ეხლა ისევ დაუბრუნდები კლინიკურ გამოცდებს რა და ეს ეხლა მედიცინის პროგრესი ამ კლინიკურ გამოცდებზეა დამყარებული და ესე მოვედით აქამდე ინტენსიურად რომ ჩავერთოთ ეხლა არ არის ეს რთული და განსაკუთრებით როდესაც დაფინანსება ახლავს ამას, აი ამას უსურვებდი, იმიტომ რომ როდესაც ამას ატარებ ვალდებული ხარ რომ ამ პროტოკოლებს გაეცნო. პროტოკოლებში მოცემული არის უახლოესი ინფორმაციები, რა იყო ამ კლინიკურ გამოცდამდე და რატო ვატარებთ ამას და ხა ახალგაზრდა ექიმი როდესაც ერთვება ამაში თანდათანობით ამას ეცნობა ამ ლიტერატურას მე ხა ამ იმას შესაბამისად შეკრებები აქვს მკვლევარების და კონფერენციები აქვს იმას ესწრება და ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან რომ წერ ჩაატარო რაღაცა უკვე არსებუში ტრანსლაციაში რაღაცაში რომ ჩავერთოთ საქართველოს აუცილებლად რა და მე მგონი არის უკვე აქ ესეთი ისა რა ქვია ხა არც ინდუსტრიასთან საწინააღმდეგო არაფერი არ არის ნამდვილად ეს არის რა ქვია ღირს ჩართვა და აქ ახლა პაციენტის თვალიდან მესმის, მაგრამ თუ არ არის უკეთესი მკურნალობა 50% შანსი რო იყოს რომ ეს მკურნალობა ეფექტურია, რა ვიცი, აბა მე მგონი ღირს და აი ეს იქნება ერთ-ერთი არ არის საჭირო დარქმევა, იცით, რაღაცა სახელის ამისთვის ხანდახან სხვადასხვა სახელებია და ხო, არა, პირდაპირ უნდა ითქვას ეს რაც არის რა, ეს არის კვლევა და აი ესა და ეხლა იქაც ბევრი პაციენტი სკეპტიკურად ეპყრობა ამას რა, მაგრამ უმეტესობა სიმართლე გითხრათ თანხმდება ხოლმე ამ იმაში, რა ქვია, ჩარტაში. მაღალი მოქალაქეობის პასუხისგებლობაც აქვს, რომ მე თუ არ მეშველა, მეცნიერებაში ცოდნის ამაღლებაში წვლილი შემაქვს. მეორე მნიშვნელოვანი აქ ის არის საკითხი, რომ ეს პაციენტები უფრო მეტი მეთვალყურეობის ქვეშ არიან ამის გამო, მეტ ტესტებს ღებულობენ
იგივე ეს იქნება გამოსახვითი ტესტები, ულტრასონოგრაფია თუ ენცეფალოგრაფია და მონიტორინგია საჭირო და სისხლის ანალიზები ყველაფერი. იგებენ ასე ძვირადღირებულ კვლევებს. დიახ, ესეთი ბენეფიციარული, ასე ვთქვათ, ეფექტიც არის ამაში. ნუ აი, ეხლა ჩემს გარეშე არის და სპეციალისტები ამას ქართველები აკეთებენ და ჩართულები არიან და ძალიან საინტერესოა და ყველა ახალგაზრდა ექიმს მოუწოდებ, რომ რა ვიცი, აბა ეხლა შეიძლება მე მიყვარს და იმიტომ მეცნიერებაში ჩართვა რა, ეს იქნება არ არის ხა აუცილებელი კლინიკური ტრაიალი იყოს, ეს იქნება ეპიდემიოლოგია იქნება თუ რაც იქნება, იმიტომ რომ ესე ვიზრდებით რა და 21 საუკუნეში და ეს იქნება ჩემი ისა რა ქვია სურვილი. რაც შეეხება ინოვაციურს, ქართველებს საკმაოდ კარგი ფანტაზია აქვს, საკმაოდ კარგი მეცნიერული ბაზისი აქვს და მაგრამ ნუ იმედია რომ სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება რომ მაღალი დონის ინოვაციური პროგრამები დააფინანსოს და ალბათ ამისი დროც დადგება და იქნება აქა გვეყოლება ნობელის პრემიის ლაურეატები შესაბამისად. აი ჩვენი გადაცემა ყოფილიყო ამისი ასე ვთქვათ წინასწარმეტყველება რომ ნამდვილად იმიტომ რომ უამრავი უზომოდ ნიჭიერი და საოცარი ამის მაგალითი ერთ-ერთი თქვენს ხართ იმიტომ რომ სადაც კი მიდიან ქართველები ფაქტია რომ ეთყობა პირობები ჭირდებათ თორე აქ რატომ არ ხდება ესე და რატომ არის რომ არაერთი ქართველი უზომოდ წარმატებული აი მართლა მთელ მსოფლიოში თან წამყვან კლინიკებში წამყვან ცენტრებში ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა რომ აი ამ სტუდიაში აი მოკლე მანძილზე ჩვენი გადაცემის არსებობს უკვე არაერთი ძალიან გამოჩენილი მსოფლიოში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი მყავდა სტუმრად და ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი სიამოვნება რაც შეიძლება ცხოვრებაში პროფესიულ თვალსაზრისით მიმეღო სწორედ ეს შეხვედრები ეს საუბრები იყო და ეს გადაცემაც რა თქმა უნდა აი ამ ძალიან საამაყო ძალიან სასიამოვნო ძალიან სასარგებლო გადაცემების რიგში ჩაეწერება ჩემთვისაც პიროვნულად და რა თქმა ტელეკომპანია პულსისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის უზომოდ საინტერესო ძალიან გასაგები საუბრისთვის იმიტომ რომ ზოგჯერ მაყურებელს უჭირს ხოლმე სამისნო ტერმინებით როცა საუბრობენ გაგება და თქვენ ამ კუთხითაც ძალიან კარგად გვესაუბრეთ და იმედს ვიტოვებ ნამდვილად რომ შემდეგ ჩამოსვლაზე კიდევ გვესტუმრებით და უფრო სხვა კონკრეტულ თემებზე საუბრით ვასიამოვნებთ. დიდი მადლობა. დიდი სიამოვნება იყო და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ყოველთვის მზათა ვარ და ორმასი მადლობა კიდევ ერთხელ და კაიხარით. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ვფიქრობ გაითვალისწინებთ ასეთი დიდი მეცნიერის და ექიმის რჩევებს, გაუფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას, ტვინის ჯანმრთელობას და რაც შეიძლება შორს გადაწევთ ისეთ დაავადებებს, რომელიც შეიძლება თქვენს მეხსიერებას და ცხოვრების ხარისხს დაემუქროს. გისურვებთ იყოთ ყოველთვის ბედნიერები, გახარებულები, ჯანმრთელები, ვინაიდან ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება, კეთილდღეობაა და კეთილდღეობა არ არსებობს ტვინის ჯანმრთელობის გარეშე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.